გამარჯობა და მოვეცი. რა თქმა ბღაუჭები მაგიდას როცა შემიძლია რომ თავისუფლად გამარჯობა ხალხო მოგესალმებით სათვალეები. ახალი სათვალეები ვიყიდე. გეტყვით დაბაცადეთ. ეს წითელი, ანუ ღია წითელი არ არის, კაი ბორდოსფერია და ცოტა სხვა ფორმა აქვს, ვიდრე ის წინა რომ აქ მოშაო. ეხლა პირველ რიგში ხალხო, პირველი გამარჯობა. როგორ ახართ? მეორე გილოცავთ. ყველაფერს გილოცავთ, განსაკუთრებით შობას გილოცავთ. ამ ვიდეოს ალბათ ბევრი თქვენგანი ხვალ ნახავს, ასე რომ გილოცავთ შობას. ახალ წელს გილოცავთ განვლილს, ღმერთმა კათოლიკეები ვინც მიყურებთ, არ დამავიწყდა და არ მავიწყდება რომ კათოლიკური სოფლიდან მიყურებს ერთი ქალბატონი და გილოცავთ თქვენ კათოლიკურ განვლილ შობას. ყველას გილოცავთ ხალხო. ყველა ადამიანებს ჩვენი შობა, რა თქმა უნდა ჩვენი შობა. მაგრამ მე პატის ვცემ კათოლიკურ შობასაც და იმიტომ რომ ჩემთვის იგივე ქრისტიანებია, იგივე. მაგაზე არ ვისაუბროთ, ეხლა მაგიტო არა ვარ მოსული. უბრალოდ ჩემი აზრების ვაფიქსირებ, გზადაგზა ჩემი აზრებს რა კარგად საუბრობ ნანა. ერთი ნინოვოა TikTok-ზე ძალიან კარგი გოგოა და იმას ვუყურებ ხოლმე და ის არის თავის თავს რომ თითოეული აძლევს შენიშვნები ჩემსავით ეგრე ვარ მეც. მოკლედ გილოცავთ ხალხო, განვლილს ვერ მოვედი, ვერ მოგილოცეთ. უბრალოდ არ მოვედი, თორე თუ გული გულობს, ხადა ორი ხელით იჭმევაო, თუ კაც უნდა და მოინდოვეს მიზეზები მქონდა, არ ვიყავი სახლში, წასულები ვიყავით, იქ არ იყო სიტუაცია რაღაცნაირად, რა ვიცი რა, ვერ გეტყვით რა, გეტყვით, მაგრამ თავის მართლება გამომდის, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ ვერ მოგილოცეთ, ეხლა გილოცავთ ყველაფერს მთელი გულით. ყველაფერს საუკეთესოს გისურვებთ. ყოველთვის არის მოლოდინი, ახალი წელი, ახალი იმედები, ახალი ოცნებები, ახალი მიზნები, ყველაფერი სიახლისკენ ვიბრძვით და მივილტვით და ვოცნებობთ, ხო სწორია? ხო და მე ჩემი სიტყვები არ არის და ერთი ადამიანის სიტყვები უნდა გავიმეორო, რომ მეორო ეხლა გისურვოთო რომ კარგად იყავითო, ჯანმრთელად იყავით, ბევრი ფული გქონდეთო, შვილების კარგად ყოფნაო, ეს ყველაფერი რომ გისურვოთო, ძალიან კარგი არის რომ გისურვებთო, მაგრამ თავარი უნდა გისურვოთო, რომ ღმერთის სავანე გეპოვოთო და მე ყველაფერი მოვაო. ეხლა ეს პათეტიკური არ არის, ნამდვილად ასია და მე დავფიქრდი, მე ხო მე რაღაცა მომეწონება ნათქვამი, მე იმას ჩაუღრმავდები, ვფიქრობ, ვატრიალებ და რაღაცა დასკვნამდე მივდივარ, რაღაცა ჩემი მინდა რომ ვიპოვო ხოლმე რასაც გავიგონებ. ხო და ეხლა ვფიქრობ, მე კაი ხანია ვფიქრობ ღმერთის სავანე რომ იპოვო ღმერთის სავანე და მე ჩემ გონებაში დავადგინე რომ ღმერთის სავანე არ არის საძმერ, ჩვენ გულში უნდა ვიპოვოთ, ალბათ. ასე მოვიფიქრე მე. ჩვენ გულში უნდა ვიპოვოთ, ჩვენ გონებაში უნდა ვიპოვოთ, ანუ არის უბრალოდ პოვნა უნდა იმიტომ რომ მივცეთ იმ სიკეთეს და იმ ჩვენ კეთილ მხარეს და კარგ ადამიანს გარეთ გამოსვლის საშუალება. მე ვფიქრობ რომ ჩვენში ყველაში არის ორივე, ცუდიც და კარგიც და მე რომელს გამოუშვებს ხოლმე გარეთ, ეგ არის მე სხვა ამბავი. მოკლედ და კონკრეტულად გისურვებთ ყველაფერს და ღმერთის სავანეც იპოვეთ, სიკეთეც ვაკეთოთ, კეთილი ადამიანიც წინ გამოუშვათ უფრო ჩვენიდან, დავთრგუნოთ ის რაც ჩვენი ბნელი მხარია, ყველას აქ არავინ არ ვართ ანგელოზი მოვლენილი. უბრალოდ ის არის რომ ვინ მოთრგუნავს და ეტყვის რომ აბა მიიჭედე მან რაღაცა ხარო. მოკლედ და კონკრეტულად შობას გილოცავთ ხალხო პირველ რიგში. ეხლა ყავას მოვყლოპავ, თორე გაცივდე. ქართულად მოდუღებული ყავა. ეს არის უშაქროა. ვინმე რო ისევ არ მეტაკოს რო ისაო, ქართული ყავა არ არსებობს. რა მაქვს? აქ მაქვს ჩემი დესერტი. უშაქრო დამატკბობელით რა.
რძე, ჟელატინი და კაკაო და დამატკბობელი. ოღონდ ძალიან ტკბილი არ არის, ოდნავ დავატკბე. ესეთი ის არის. თამთალა ჟელატინი და რა ქვია მას? ჩირი. ერთი ცალიღა მქონდა შოკოლადიანი და ერთი, არა, ესეთები კიდე მაქვს. ნათიას გამოგზავნილი და ვეროს გამოგზავნილი. ბევრს ხო არ მივირთმევ და ხანდახან ვაძლევ ჩემ თავს ხოლმე და ეხლა ის დროა რომ ჩემ თავს მივცემ ამის ნებას. რომ მოვედი მომარაგებული საფლეთკი მაქვს. ეხლა რა ხდება ჩემ თავს? ახალი ამბები რა არის? რა ვიცი, აღარ მახსოვს. დეკემბერში მახსოვს რომ თმები დავიხვია. ეხლა არ მცხოთ სად არის დახოვული თმებიო. რო დავიბან, კულულები, კუწუწებია, კულულები არ არის. ბურტყლი, მატყლი, რა ქვია იმას, ბატკანი. მე რა თქმა უნდა იმით ვისწორებ, ვიხვევრ ხან ფენით, ხან მაშით და მოკლედ სწორდება. პარიკმახელიდან რომ მოვედი და მოვდიოდი და ინოჩენტე გამოვიდა შესახვედრად. საღამო იყო უკვე და დაბინდდა 5-ზე უკვე ხო ღამდება და მოდის და ბართან შევხვდით ერთმანეთს. შევედით ბარში და თმები მაქვს დასწორებული, რომ დამბანეს და მე როგორ გინდაო და მეთქი ფენით გამიშვეთ და ფენით დამისწორა. ოღონდ გაფუებული რაღაცა ბულულა მადერს თავზე, ხო და საერთოდ ხო ძალიან არ მიყვარს მე პარიკმახელიდან გამოსული თავი და ინოჩენტე მეყურებს და ეხლა რას მეტყვის ბარში ვსხედვართ და მეუბნება ნანა არ დაიხვიე თმებიო. დავიხვი, აბა სად არისო? მე ვთქვა ეხლა რომ მივალ სახლში დავიბან და გაჩვენებ სადაც არის თქო. მოკლედ ეგ ერთი ახალი ამბავი. კარგი, ეგ კაი თქვი. ეხლა ცუდი ამბავი ის არის რომ ისი გაბღავის. ცუდი ამბავი ის არის ხალხებო რომ მე ხო 2 წელია ამ TikTok-იდან მივდივარ. ხო? YouTube-მა გადაწყვიტა რომ თვითონვე გამაგდოს. ანუ მომივიდა შეტყობინება დეკემბერში რომ ჩემ კონტრაქტს ნეტა საქართველოში ქართველი ეს მე მაქვს ეს პრობლემები ალბათ იმიტომ რომ იტალია შედის იმ ქვეყნების სიაში რომელსაც კონტრაქტი აქვს YouTube-თან რომ ამ იუთუბერებმა თავის ქვეყანაში აქ ვისაც შემოსავალი გვაქვს ეს შემოსავალი უნდა განვაცხადოთ და ამაზე უნდა გადავიხადოთ გადასახადები. ალბათ საქართველო არ შედის მაგ ქვეყნების სიაში და არიან წყნარად და მშვიდად. არ ვიცი ხლა რავი აბა ვის შევეკითხო და ვინ გამომეხმაურებია ერთი მანანასთან ამაქვს ურთიერთობა და მანანასაც ჩემთვისაც არასცხელა და აღარასცხელა. ხო რა. ეხლა მომივიდა შეტყობინება. ანუ 31 დეკემბერსო გასდისო თქვენ კონტრაქტსო ვადაო. ანუ განაახლეთო და წარმოადგინეთო თქვენი საბუთებიო ახლიდანო თავიდანო სულ თავიდანო. ანარადაო თქვენ გამომუშავებულ თანხაზეო ან 30% დაგაკლდებათო. ისედაც ხო 1.5 გვაკლდება არა, გამომუშავების 30-40% გვაკლდება და იმაზე კიდევ რა დაგჭირაო, იმაზე კიდევ ან 30% დაგაკლდება, ან საერთოდ მოგიხსნითო გამომუშავებას. მაგას გადავწყვიტავთო. ხო და ეხლა მე აი, სულ არ მენახულება მე, არც იმის ის არ მაქვს, რა ქვია,
გეგმა რომ ვირბინო აქ საბუთები ვაკეთო იმაში საგადასახადოებში წარვადგინო რაღაცეები და მთელი ამბები და ჰაი და ჰუები არც მაგისი ნერვი არა მაქვს არც ადვოკატებს ფული ვაძლიო არც ბუღალტერებს ფული ვაძლიო ბუღალტერს აქ კომერციალისტი ხო ქვია და არა მაქვს არავისი მაგათი ნერვი და თავი და არც მაგათი 30%-ის ჯავრი მაქვს და არც სულ აღარ გადამიხადოთ არც მაგის ჯავრი არა მაქვს მე თქვენთან მოვალ ხოლმე როგორც მოვდიოდი როდესაც მომინდება და როდესაც ან თქვენ მოგენატრებით ან მე მომენატრებით ხოლმე მე ჩვეულებრივ მოვალ და ვიდეოს დავდებ რა თქმა უნდა აღარ მექნება არც აქამდე არ მქონდა ბოლო 2 წელია ხალხო სამ თვეში ერთხელ თუ ჩამერიცხება ხოლმე რაღაცა ან ხო და ან არა მაგაზე არ არის და ეხლა ვეღარ წაბაძახებს რომ ფული გინდა და ვაგიტო ხარ აქაო ეხლა სუფთა ენთუზიაზმი და თქვენ და ჩემი სიყვარული იქნება მეტი არაფერი მერკანტილობა აღარა გვაქვს ხელბასზე აღარა ვარ ჩამოკიდებულები ხო და ეგ ამბავი მინდოდა მეთქვა ინოჩენტე მეუბნე რა უნდა გააკეთო მე ვთქვა რა უნდა გავაკეთო სანამდე და მომეცემა ვიდეოს დადების საშუალება და თუ მაგას არ დამიბლოკავენ იმიტომ რომ თავისუფლებაა YouTube-ზე და გაძლევენ მაგის საშუალებას რომ ატვირთო შენი ვიდეოები და არ არის პრობლემა ასე რომ ვიქნები ხო და ეგ ახალი ამბავი ეხლა მეორე ამბავი ჩვენ წავედით ძალიან დიდი ძალისხმევა დაგჭირდა რომ საახალწლოდ წავედით ანუ შობა ახალ წლებზე შობა აქაუშობაზე ვერ იყო ეს კაცი კარგად იყო სუსტად ქონდა პრობლემები ექიმიდან ექიმთან დავდიოდით ეს ორთვალზე გაიკეთა კატარაქტა ვინც პირადში მეკონტაქტება იცით და ვინც არა და გეუბნებით 1 ოქტომბერში გაიკეთა, 2 ნოემბერში გაიკეთა, ამაზე ქონდა ის მეორე თვალის მერე კონტროლი იყო და კონტროლის მერე, უბრალოდ კონტროლი იყო რა, ოპერაციების მერე და სათვალეები ახალი დაჭირდა, ანუ დაიწია იმან გრადაციონის რა ქვია, ნომერმა, სათვალის ნომერმა დაიწია, სხვები დაჭირდა, ორივე ახლომხედველით და შორს დაიწია და სასწრაფოდ აი 2 დღე გქონდა ისე რომ 4 შაბათს საღამოთი 4:05-ზე ექიმიდან გამოვედით, იმ დღის უკვე აღარაფერი ხერ ხდებოდა, მაგრამ მაინც მივასწარით ოპტიკას და 5 შაბათი გქონდა მარტო და პარასკევს მივდიოდით. აცხა აღარ დავდევდით ფას, იმიტომ რომ თუ წავიდოდით სავაჭრო ცენტრში, გვერდზე ქალაქში, იქ გალოდინებენ 1 კვირა, მაგრამ იაფად შეიძლება რომ გააკეთო ნახევარ-ფასში ფაქტიურად, ხო და აღარ დავეძებდით არაფერს, იმიტომ რომ გადაწყვეტილი იყო. ბოლო დღე 2 დღე იყო და ჩემოდნები არ მქონდა ჩალაგებული ჩანთები. რომ ვამბობდი, შევძლებთ ვერ შევძლებთ. მე ნერვმა დამარტყა, დავიწყე წამლების დალევა, კორტიზონის დალევა დავიწყე, ჯერ ტაბლეტები და ისა. ვიფიქრე გამივლის, იმიტომ რომ ცოტა თითქოს მიმიყუჩდა და აი ვაშკაცურად წავედით რა, აი როგორ გითხრათ, არ ვიცი რომ არაფერს აღარ შევხედეთ, არაფერი აღარ გავითვალისწინეთ რა და ჩავედით. იქ ბატონო გადმოვაბარგეთ, ანუ ბინაზე ვიყავით. ხო და გადმოვაბარგეთ, ბარგი გადმოვცალეთ მანქანიდან რა და სადარბაზოში შევყარეთ და ინოჩენტი თქვა რომ არაფერს ხელი არ დაადო, ადი ზემოთო პატრონმა გითხრა რომ გასაღები კარებში არისო და მითხრა ადი ინოჩენტი ადიო და მარტო კომპიუტერი აიტანეო. ხო და მე წავალ და მანქანას გავაჩერებო დიდი ეს ვაკთ და იქით ბოლოში და მანქანას მას ვიზავო და მოვალო. სანამ იმან მანქანა გააჩერა ხალხო, მე ყველაფერი ავზიდე და ეს ყველაფერი ცოტა არ იყო. იმიტომ რომ ჩვენ რომ მივდივართ, იმიტომ რომ თავი ვიგრძნოთ კომფორტულად, მიგვაქვს ძალიან ბევრი რამე საშინაოები, საგარეოები, ისინი თან პრაზნიკები რო უნდა დაყოს გასასვლელი ცხოგი და 2 წყვილი მარტო ის ქონდა წაღებული რა ქვია შუბები, ხო და ყველაფერი მარტოკა მავზიდე. ძალიან მეჩხუბა და კიდაღა მავირტყი, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ იმ დღისით არაფერი, მეორე დღისითაც ცოტა რაღაცა და მესამე დღისით დამარტყა. და ვაი თქვენ ნანას, იმ
ქალაქში, პატარა ქალაქია, საავადმყოფო არ არის, მარტო არის რაღაც ამბულატორია, გვარდია მედიკა, ორიგე ექიმი რაღაცა და საავადმყოფო არის, რავი, ტერამო რამდენი კილომეტრი არც ვიცი. ხო და მოკლედ ბევრი არ ვილაპარაკო, ყოველ მეორე დღეს დამაქანებდა საავადმყოფოში. ნემსები, გადასხმა. გამივლიდა, მომივლიდა. გამივლიდა, ხან გამაყუჩებელი უყლაპე ხანა. ბოლოს თქვი, რომ მოდი წავიდეთ აფთიაქში მეთქი. სადოთ ბედი. მივედით. მეუთხარით, თქვენი ჭირიმე. რეცეპტი არა გვაქვს. პრაზნიკებია მოყოლილი, ექიმიც არ იქნება რომ WhatsApp-ზე გადმოვაგზავნინოთ რეცეპტი და ამოვბეჭდოთ მეთქი, იმიტომ რომ ელექტრონული რეცეპტი იმ რეგიონში არ ფუნქციონირებს. შეგვეძლო გვერდზე რეგიონში გადავსულიყავით, მარკე იქ არის მე მგონი ეგ კანონი. აქ ჩვენთან მაგალითად ექიმს რო დაურეკავთ, ექიმს ვეთყვით რეცეპტები ეს მინდა და არ მიდიხარ რეცეპტის ასაღებად, მიდიხარ პირდაპირ აფთიაქში, შენ სკედას ნახულობენ კომპიუტერში, შენ სახელზე რა რეცეპტებიც არის და გაძლევენ. ძალიან კომფორტულია და აი აბრუცოს ეგ არა აქვს. რანაირად არიან არ ვიცი და მარკე აქვს და ბოლო იქ გადავიდოდით, მაგრამ მეთქი ვცადოთ ბედი, იმიტომ რომ უკვე იყო 24 საღამო და არაფერი, ყველაფერი იკეტება. 25-26 დაკეტილია. ხო და არ ვიცი ამ ბიჭმა, არა და არასდროს როცა კი მithოვია რამე იმ აფთიაქში, ზაფხულში, არასდროს არაფერი არ მოუციათ. ურეცეპტოდ და მეოთხარი დიკლორეუმი მინდა მეთქი, ნემსებიო, ხომე. გაგიკეთებია აროდისმეო. ვაიმე მეოთხარი მთელი ცხოვრება ვიკეთებ, მუხლი მაქვს დაოპერაციებელი, თუ გინდა ეხლა გაჩვენებ მეოთხარი იმას. ნაკეთ შრამს მეთქი და გეხოცენ მომეც დიკლორეუმი აღარ შემიძლია. მომცა იმის გაკეთება ხალხო თოი თვალი არ ეცეს ეხლა ისევ ამიწიოკდა ეს ორი დღეა მაგრამ გავიკეთებ ეგ ამ შველის მე აი გააჩნია ვის რა შველის 10 დღევსვი ორუდისი და ის ინოჩეტეს დანიშნულება რა ქვია კორტისონი და არაფერს არ ამშველო ცოტათი ეს დალოცვილი დიკლორეუმი სანამდე მუხლი მტკიოდა მანამდეც ეგ იყო ჩემი მხსნელი და ეხლაც მეორე კვირა ცოტა რომ ავდექი და გავსწორდი გავიბაბღვე მე უკვე არა გუშავდა მე უკვე გასწორდა ჩვენი დასვენება უგალ ორი კვირა ვიყავით წასულები ჩამოვედით კვირას დღე რა არის სამშაბათი გუშინ წინ ჩამოვედით ახალი სიურპრიზი გველოდებოდა ბატონო ავტობანიდან რომ გამოვედით საერთოდ ვიხდით ხოლმე 26 евро ფასიანი გზა და ეხლა რომ შევედით რომ მივდიოდით 27 და რაღაცა 28 ევრომდე გადავიხადეთ ხო და გაძვირდა და გამოაცხადეს რომ გაძვირდა კიდე უნდა გაძვირდეს და ეხლა რომ გამოვდივართ ბილეთი უნდა მისცე რა შეარჭოს იქ რაღაცა რომ სად შეხვედი ავტოგზას ხო და რო შეურჭეს ეს ბილეთი რა ვიცი გადაყლაპა ვერ წაიკითხა კომპიუტერმა მანქანამო სად შეხვედიო და იმის მაგივრად რომ დაგიანგარიშოს რომ შევედით ალბა ადრიატიკ ვალვიბრატაზე ამან დაგვარიშა საიდანაც იწყებოდა ტრასა იქიდან 800 რაღაცა კილომეტრი და გამოგვიწერა ჩეკი გამოგვიგდო 96 евро და რაღაც 97 евро იმის 28 ევროს მაგივრად არ ვიხდით ინოჩეტი მე უნდა მომეფულიჯო რა უნდა მოგცე ფული მეოთხე შეხედე რამდენია თქო ხო და არ ვიხდით და გამოგვიწერა გამოვიდა ჩეკი გამოვიდა გაიხსნა ბარა აწია და წადითო წამოვედით გამეთხრი გააჩერე იქნება გავარკვიოთ რამე მეთქი გააჩერა გადავიდა იქ ბუტკები ისინი არა სადაც უნდა იჯდეს ვინმე მეთვალყურე კვირა ვინ უნდა იჯდეს არავინ ხო და ზედაც მე ვზივარ მანქანაში უადგილოს გაჩერებულია ეს მანქანა არც ისინი არ არის ჩართული ავარიულები და მომადგა პოლიცია ინოჩეტი სადღაცა იქითკენ და
მომადგა პოლიცია და სანამ ეს პოლიცია გვერდზე მომიჩენდა და სანამ იმ შუშებს უწევს დაბლა რომ რა უნდა სახეები აქვს ტორნი არიან ვავე მე რო აყეხე ჭყივილი მოდით გაშიშდნენ გაბეცდნენ ვაი მე რა დაემართათ ვაიმე მოდით მეთქე არ წახვიდეთ მეთქი რა მოხდაო და მეთქე რა პრობლემები გვაქვს მეთქი და მოიცემთ ერთი წუთი ჩემი ქმარი იქით არის მეთქი მოდის მოვიდა იმენ ჩემთან იმათმაც ატრიალეს მე ჩვენო ვერაფერს ვერ გავარკვეთო უნდა წახვიდეთო ქალაქ ბარშიო იქო რაღაცა რა ვიცი მეორჩი მოვედით სახში მოკლედ ბევრი არ ვილაპარაკო არაფერი ამ ქვეყანაში ვერაფერს ვერ მიაღწევ ვერც სამართალს ვერაფერს ვერ გაარკვევ იმიტომ რომ იქ იყო რომ 24 საათში უნდა გაგეკეთებინათ, შევედით საიტზე, დავრეგისტრირდით კომპიუტერით რა, უკვე სახში საღამოთი 24 საათი გაქვს დრო, საღამოთი მოხოდი სახში. რა დროღა გაქვს არაფერი, ხო? ისინი არ ამუშაობენ ხვალე დილის 9 საათამდე, ოპერატორი არ არის და შენ უნდა არკვე დავრეგისტრირდით, ვერაფერი ვერ გავაკეთეთ. მოკლედ რაღაცა იმამდე გვიშვებს, მე ბლოკავს, რაღაცებს გვეუბნებ. ხო და ადგა ჩემი ქმარი გუშინ დილით ამისი ნერვი მე არ ამაქო თქვა არცად წამსვლელი და ამისი ის აღარ ამაქ მე ნერვებიო წავიდა და გადაიხადა სანამდეო ესო იმას ის მეორე დღეს მე დავრაკე და დახმარების სამსახურში ვუთხარი კიო მითხრეს პრაქტიკა არისო ეგო თქვენზე გამოწერილი ჯარიმა არსებობსო მე ვუთხარი ასეთი ვერაფრით ვერ დაგეხმარებდი წავიდა და გადაიხადა. მეტი რაღა გზა იყო. ხო და გავკარით კიდე ეს ბატონო 100 ევრო. აი ეგ იყო ამბავი. არა უშავრა. ხალხო, ინოჩენტესაც უთხარი და მეც ეგ ვიფიქრეო, ნანაო, მე ვუთხარი, ინოჩე შევირგოთ ეს გასვლა დასვენება თქო. თუ მეთქი უნდა რაღაცაზე გვეზარალა, ამაზე იყოს და ისევ ფულით გადაგვახდებინოს და ფულით გვაზარალოს, მადლობა ვთქვათ მეთქი, მადლობა შევწირეთ უფალს, იმიტომ რომ ჩამოვედით და მეორე დღეს ორგან ისეთი ავარიები მოხდა თან იმაში ტუნელში, ამინდები გაფუჭდა, თო და წვიმდა, ჩვენ წვიმაში წამოვედით, სანამ აბრუცოს გამოვედით, სულ წვიმდა. ხო და მოცოცავდით რა, იმიტომ რომ ძნელი იყო და ესა მე ვთხარი მშვიდობით ჩამოვედით, ისეთი ავარიები მოხდა, რომ 4 კილომეტრი ის იყო საცობი და მთელი ხალხი მთელი დღე იყვნენ გაჭედილები მეთქი და რაღაც დავეძებთ მოვედით სახში, ხო და ასე ღმერთს მადლობა ყველაფრისთვის. მარტო მაგას ვამბობდი მეთქი. ხო. დღეს ჭიქაკი მაქვს საახალწლო. დღეს სამშაბათი იყო. ისევ ამ მტკივა აი სადღაცა ერთი წერტილი მტკივა, მაგრამ დილით რა ვდექი. დაურეკა ამას თავისმა ძმობილმა და მე ტელეფონში ვუყირი ვარ, მოდით რა წაიყვანეთ მეთქი, მალე მოდით მეთქი და იმ კაცმა მითხრა, ისა ქალბატონო ჩვენო უკვე ქვევითავდგევართ და მალე გამოვიდეს ეგაო. ყავის დასალივოთ ხოვდა წასულიყვნენ, აბა თან დღეს პრასნიკია და ხოვდა გავიდნენ გვერდზე ქალაქში. ერთი ყლობა ყავის გადასაკრავად გვერდზე ქალაქში ვიდიან. ხო და მალე წადით მეთქი, წავიდნენ ისინი მალე, მაგრამ მე მაინც ვერ გავითხარე მალე. იყო ბაზრობა. ხო და შევედი, არაფერი არ მინდოდა. აი, არაფერი ვამბობდი, რა მინდა რომ ვიყიდო. არაფერი, ხან არის ხოლმე რომ წვრილმანები რო გჭირდება, ხან მაიკებია, ხან ის არის, ხან ის წვრილი ნასკები ესა ისა, რომ დაწუებული მივდივარ რაღაცა რომ მინდა და მე 1000 სხვა რამე ამეკიდება, მაგრამ დღეს არაფერი არ მინდოდა და გვიჯერ მეორადები არის შესასვლელში, მეორადები და არც მაგათი ნერვები არ მქონდა და დავინახე ჩანთა. ჩანთა იყო წითელი, წინ ორი ჯიბით, ეს ყავისფერი რო ვიყიდე, ამას აგავდა ძალიან. ოღონდ ის უკეთესი იყო. ოღონდ ყურები გძელი არ ქონდა რა, მოკლე. ხო და კაი დიდი ტევადობისა იყო და ტყავისა. ნახმარობა და გაფუჭებული არსად არ იყო, ნახმარი რა თქმა უნდა იყო ალბათ გამოყენებული და ნახმარი კი იყო, მაგრამ არ ეტყობოდა დიდად რო გითხრათ. ხო და რა ღირს მეთქი უთხარი და 20 ევროვო, არაფრით არა 20 ევრო და მორჩა. 1-2 წუთი კი ვიფიქრე და არ ვიცი ხალხო, აი რა წუწურაკობა მწაბძალა რა, არ ვიყიდე.
რო გამოვიარე, კიდე იყო. და ჩემთავს ვეუბნებოდი, რომ ნანა, ამას ინანებ იცოდე, ეხლა ამას რო არ იყიდი, მერე ინანებ, იმიტომ რომ მინდა წითელი ჩანთა მინდოდა. ფორმა მომწონდა. ხო და რაღა გინდოდა, ფასი არ მომეწონა. ხო და გავჯიქდი მეც და არ ვიყიდე და ეხლა იმის თქმა მინდა, რომ ჩემს არა და წუწკი არა ვარ საერთოდ. არ ვიცი რატო გავჯიქდი. ბედი არ იყო. ხო და ეგრე ჩემო კარგებო, ორი ქვაბი ვიყიდე. საშუალო და ცოტა პატარა და რძის გამაცხელებელი პატარა რძისა, სარძევე ვიყიდე პატარა, იმიტომ რომ უნდა გადავაგდო ისა. ხო და კიდე რა ვიყიდე? არაფერი, აი თებში წამოსაცმელი ცელოფნები რო არის, ეგ ვიყიდე. შარვალი ვიყიდე, მაცვია. ნეტა როგორ გაჩვენოთ. ნაცრისფერი შალის შარვალი. ოღონდ ეს მეორეა უკვე. ერთი მაქვს ნაყიდი, ამაზე ცოტა მუქია, ის გასასვლელად მინდა. აქ ეს ნაქსოვი შარვლები არ არსებობდა, ამდენი წელი აქავარ და მე ეს არ ვნახე. წელს შემოვიდა. ყველაფერების ჯერ მარტო შემოვიდა ბეჟი. ღია კაკაოსფერი არ მინდოდა, ვერ ვიტანდი, მარტო შეხედვასაც ვერ ვიტანდი, ხო და ეხლა შემოვიდა ნაცრისფერი, მერე შემოვიდა შავი, ეხლა დღეს ავნახე ბორდოსფერი, რაღაცები, ოღონდ არის კომპლექტი, ზედა ქვედა. ეს ქვედა კი გაიწევს და ვიტევ, მაგრამ ზედა არის პატარები და უაზრობა ყიდვა, ნუ ეხლა შეიძლება კი ვიღაცას აჩუქო, ეგ არ მომივიდა თავში, დავით დროზე. ხო და დღეს ეს მეორე ვიყიდე, იმიტომ რომ მარტოკა ეს იყო, შავიც იყო, ყავისფერიც, მაგრამ ძალიან პატარები იყო და ეს ნაცრისფერი და ისეთი კარგად თბილად ვარ, რომ რა გითხრათ. ხო, ეგ ვიყიდე და მორჩა. მეტი არაფერი. ხო და შავი პალტო რო ვიყიდე, ხო გახსოვთ? გაჩვენეთ კი, უბრალო შავი პალტო ხო ვიყიდე და ეხლა ჩემთვის ვფიქრობდი, რომ ხო ინოჩენტე მითხრა, რა თქინდოდა ესო რა თყიდეო და მეოთხე კაცო, გასასვლელი პალტოები მაქვს და მინდოდა ყოველდღიური ან წვიმს, ან ცივა, მინდა რომ თბილად ვიყო და გრძელი ეს დუტი პალტო ძალიან კარგია. ხო და მერე მაგის აღარ მითქი არაფერი და მერე ჩემთვის ვფიქრობდი, რა არის ცხოვრება თქო. მე ბალღობიდან როცა ბავშვი ვიყავი, როცა სკოლაში დავდიოდი, ძალიან დაზარალებულები იყვნენ ჩემი მშობლები, იმიტომ რომ ყოველ წელს ვიზრდებოდი და იყვნენ ბავშვები, რომ 2-3 წელი ერთი პალტო ეცვათ. და მე იმდენად ვიზრდებოდი, რომ მოვიდოდა ზამთარი, რომ პალტო უნდა ჩაეცვათ ჩემთვის, მაშინ პალტოები იყო. აი, აქ მქონდა პალტო. ერთხელ მახსოვს, რომ კურტკა მქონდა, წინტყავები მქონდა და დანარჩენი კლეჩიტი იყო ყავისფერი და რომ მეორე წელს მოვიდა უნდა ჩავიცვა და აი ეგ იყო სახელოები და ძალიან მიყვარდა, ძალიან მენანებოდა. დანარჩენი კარგად მქონდა და დედაჩემმა მახსოვს აი ესეთი ბრტყელი მანჟეტები გაუკეთა ყავისფერი. ნუ იმან აიტანა, იმიტომ რომ სახელოები ნაჭრისა ქონდა ისა და ნუ დააგრძელა და კაი ვიხმარე 2 წელი, მაგრამ პალტოები სულ მქონდა ხოლმე მოკლე და იძულებული იყო მამაჩემი რომ ყოველ წელს ამყიდულებდა პალტოს და ჩექმას, იმიტომ რომ ფეხიც მეზრდებოდა. და მქონდა ერთი, რა ვიცი, ვის რამდენი გქონდათ ხოლმე ზამთარში, მე არ ვიცი, მაგრამ მე ერთი მქონდა. მერე რომ დიდი ვიყავი და ვოლგოგრადში რო ვიყავი, მერე უკვე მქონდა, ვოლგოგრადში მქონდა, იმიტომ რომ იყო დემისეზონური, ანუ ცოტა გრილი შემოდგომის პალტო და მერე იყო ზამთრის პალტო, მქონდა 2 პალტო, ხადახა 3. ყავისფერი, ბორდოსფერი, შავი. 3 მქონოდა. ნაცრისფერი, ნუ ერთი წელი მქონდა, მე გადავაგდე. იმის თქმა მინდა და მე აქაც ვიყავი კიდე, როცა მე საქართველოში ვიყავი, ერთი მქონდა. სეზონზე მქონდა ერთი. თუ იყო პალტო, თუ იყო კურტკა, თუ იყო პლაჟი, თუ პლაჟ პალტო, თუ რავი რა ჯანდაბა იყო, ერთი მქონდა, ხო? და ეხლა აქ რო ვიყავი ხოლმე წლები სანამ გავთხოვდებოდი რა და ერთი კურტკით, ერთხელ პირველად რო ჩამოვედი, ტყავით ჩამოვედი, ტყავი მქონდა, ტყავპალტო, ანუ ცოტა გრძელი რა, თბილისში ვიყიდე. ხო და ერთი წელი კი ვიხმარე, პირველი წელი იმით გავედი და მეორე წელს გავიტანე და გადავაგდე, იმიტომ რომ ზუსტად ისეთი ჩემ ქვემოთ ერთი ბლანძაძურა, სადაც ამუშაობდი, ბლანძაძურა კაცი დადიოდა, დამკდელო ბიუროში მუშაობდა, რავი რაზე მუშაობდა, იმას ეცვა და მე. ხო და ძალიან მიტყდა, გადავაგდე.
და მე არაფერი არ მქონდა რა ჩამეცვა. და არც ფულები არ მქონდა ხალხო, ხელფასი რომ მქონდა 700 ევრო და 750, მე ვალებს ვიხდიდი, პროცენტებს ვიხდიდი 700 ევროს ყოველ თვე და არ მქონდა ფული. ხო და მე დამცინობდნენ ახმეტელები. ერთმა იხმარა კურტკა იყო შავი კურტკა, რომელიც კარგათაც არ მეკორებოდა რა, აი ძალიან ვიწრო. ჯერ ერთმა იხმარა, მე მეორეს აჩუქა ახმეტელს. იმან მგონი გორელს და მე მაჩუქეს. ხო და ის მეცო გონი 2 წელი. მე ვიყიდე მეორადებში 2 ევროიანი პალტო და მანტო და ძალიან ცუდად მედგა, აი დიდ რაღაცას მადიდებდა და გადავჭერი მოკლეზე. მოკლე კოსტუმად რაღაცად გადავჭერი და იმით ვიარე, არ ვიცი ერთი ზამთარი თუ 2 სურათიცა მაქვს იმაში. ხო და ეხლა ამდენს რათა რაყრაყებ, ჰაი გიდი რა არის ცხოვრება მეთქი. ეხლა ვერავთვლი რამდენი მაქვს. და ეს ფერი, ამ ფერს ვაიმე ეს ფერი ჩანთა იმაზე ეწუხეთ გუში საღამოთი გავდიოდი, დილით გავედი, შუბა მეცვა იმისი რა ქვია, ნორკისა. ხო და საღამოთი გავედით, ზეთი უნდა წამოგვეღო, ზეთი ვიყიდეთ და ჩავიცვი შავი შუბა რაღაცა, აი შაშანწირო ვიყიდე თუ რავი, როდის არ მახსოვს 2 წლის წინ. მაშინ რომ შემოვიდა მოდაში აი ხუჭუჭა შუბები. ხო. და აბა იმაზე ყავისფერი ჩანთა არ მიდიოდა, ჰარიქა შავ ჩანთას ვეძებდი და აი ეგეთი რაღაცები. სულ მქონდა ხოლმე მთელი სიცოცხლე ერთი ჩანთა. სანამ ის ერთი ჩანთა არ მოკვდებოდა, მეორე ჩანთას ვინ მამა ძაღლი იყიდიდა, არა, ვერა არ ავყიდულობდი. ხო და ეხლა კიდე ჩემთვის ვამბობ, ვაიშეს პატრონს ნანა თქო, რომ საგარეო გასასვლელი პალტოები, ყოველდღიური პალტოები. აი ხალხო რა არის ცხოვრება. ვერ გაიგებ 1 წუთში, არა გაქვს მეორე წუთში, გაქვს როგორც ეხლა ხვალე შეიძლება ერთი პალტოც არ ამქონდეს. და ეგ მე კარგად ამაქვს შეგნებული. საერთოდაც არ ვიყო და სულ ოხრად დარჩეს. არ დამავიწყდება ჩემი და ქალი ბოლოს რო ცუდად იყო. აი ეს რომ დამეყופה ჩემნაირი დაავადებით. ბოლოს რო რაღაცნაირად მინდოდა რომ რამენაირად ან გამეხარებინა, ან რაღაცა ის მექნა ვუგზავნიდი სურათებს, მაიკო ეს მოგწონს, რა გამოგი, მაიკო ეს გიყიდო, მაი ის კიდა რაღაცებს არ მინდა ნანა მეუბნებოდა, სამკაულები უყვარდა ძალიან ჩემსავით. ხო და სულ მინდოდა რომ აბა როგორი გინდა, წითელი მძივი გინდა გამოგიგზავნო, წითელი ხო მინდაო ერთხელ მითხრა, ოღონდ გამჭვირვალე მინდაო ბუნტი, აი ეს არა, აი გამჭვირვალე შუშების მძივი მინდაო და ვეძებდი. ხო და ესა რის თქმა მინდა იცი და ბოლოს მითხრან არაფერი არ გამომიგზავნო, იმდენი ყველაფერი მიყრიაო და რომ მოვკვდებიო, არც პატრონი არავინ არ იქნებაო, გადაყრიან ყველაფერსო და არაფერი არ გამომიგზავნო, აი ამიკრძალა და მეც ეხლა მაგასაც ვფიქრობ ხოლმე, რა ჯანდაბათ მინდა მეთქი, მაგრამ ეხლა რომ ვფიქრდები მე, ეხლა ხო ეგეც რაღაცნაირად მაცოცხლებს და ეგ მაგითაც ეთყობა ვებღაუჭები რაღაცას რომ ვყიდულობ. არ ვიცი. თავიდან რომ გავიგე რომ ეს დაავადება მაქვს არა, მორჩა ვიფიქრე მე არაფერს აღარ ვიყიდი ჩემთვის თქო. არაფერს არ ვიყიდი მეთქი, რა ჯანდაბა რაც მაქვს. იმას ნეტა გავცვითო, მეტი მე არაფერს არ მართლა კარგახანი მე არაფერს არ ვყიდულობდი. მე ახალი აზრი გადამიტრიალდა თავში და თქვი რომ რატო არ უნდა ვიყიდო? რაც გამიხარდება ზუსტად ფიქრი ამ მომწერა კარგად მახსოვს ფიქრია ნანა რაც გაგიხარდება ის გააკეთე, სადაც გაგიხარდება ის რაც მოგინდება ის გააკეთეო და რაც გინდა ის იყიდე ხოლმე. აი ფიქრიას ისა მესიჯი კარგად მახსოვს მე და ისა ხო და მართლა არ მეკიდება მომდი არა და რა მინდა და ვისა და რაც გამიხარდება ეხლა მიხარია ეს რაღაცა ჟიჟილაკები ვიყიდი. ეხლა 3 ამანათი იყო გამოგზავნილი. საათები ხო ჩამომივიდა ყველაფერი საათი, ხო ვიყიდე ლურჯი, წითელი, ყავისფერი, ბორდო, ლურჯი ვთქვი, მწვანე არა. მწვანე არ არის. მოკლედ არ მახსოვს მეც არ ვიცი რა ფერები. ხო და ეხლა კიდე მქონდა 3 ამანათია 4 1 2 3 4 მეოთხე კიდე იცით რა ვიყიდე?
დრეები ვიყიდე, თასები, გამჭვირვალე ჩაი და რა ვიცი ხალხ რა ყიდულობ რა. ხოდა? გაჩვენებთ რა ჩამო. ხოდა და ეხლა ესა გაჭედილი იყო ბარგი მთელი თვეზე მეტია თუ 2 თვეც არ არის საბერძნეთში და არ მოდიოდა არაფერი. წასვლით მიდიოდა უფრო გზავნიდნენ აქედან და მოსვლით ვერ მოდიოდა, არ ვიცი ზოგი ამბობდა იმიტომ რომ უკვე გამოგზავნილზე გააძვირეს ფასიო, რაღა მაინდა-მაინც საბერძნეთში გაიჭედა რა იმ ფასის გაძვირებაზე, არ ვიცი მოკლედ რა, ფაქტი ის არის რომ გაიჭედა და ეხლა მე მგონი რომ ჩამოდის, იმიტომ რომ დამირეკეს ერთზე და რა ვიცი, ყველა ჩამოვა თუ 1 თუ 2, არ ვიცი. როგორც იქნება, იქნება. ხოდა, იმას ვამბობ რომ რაც მიხარია და გამახარებს და ცოტა ხანი გახარისებული რამდენიმე დღე ვირბე, ვიფრიალებ და ვიქრიალებ ისე ვიზამ. იმას, სადამდეც გამწუდება, რა თქმა უნდა, საბანი ხა. მე მილიარდერის და მილიონერის ცოლი არა ვარ ნამდვილად და მე ვერაფერს ვერ იმას ვიზაო, რა ქვიან, ჰაი ჰუებს, ვერაფერს ვერ ვიზავ, მაგრამ ჩემთვის პატარა გულს გავიხარებ. ხოდა ეგრე ხალხები, ეხლა რა ვიცი, ზოგმა შეიძლება დამეთანხმოთ, ზოგმა შეიძლება თქვათ, რომ არ არის ეგ სწორი მიდგომაო და არ არის ეგრეო, როგორც კიდათ, რა ვიცი, ეხლა ყველას ჩვენი აზრი გვაქვს, მე ასე ვარ ეხლა. ხოდა ეგრე. ეხლა რა გვაქვს კიდე საქმეები, ცოტა ხანი არაფერი უნდა ამოვისუნთქოთ, უნდა ცოტა ხანი, რა ქვიან, დავწყნარდეთ დღეს არის აქ ბეფანა რა ბაბაიაგა ოღონდ კეთილი. ეპიფანია დელ სენიორე, მოკლედ დღეს ბოლო პრაზნიკია. ამბობენ რომ ამ პრაზნიკით თარდება ყველა პრაზნიკი, ყველა ფესტა. ხოდა ესეც ვიზეიმეთ რა, განსხვავებული სადილი უნდა მოამზადო. მე დიდად თავი არ მომიკულია, იმიტომ რომ ბაზრობაზე ვეხეტიალე, 12 ხდებოდა რომ შემოვედი სახში. ერთი გასაღები მეგობართან დავტოვეთ და ჯერ არ მოუცია, იმიტომ რომ გაციებულია და ლოგინში დევს და ჩვენ კიდე არ გვინდა ეხლა არაფერი ვირუსი და ერთი გასაღები გვაქვს, მე მაქვს რა და ინოჩენტე უჩემოდ სახში ვერ შემოდის და როცა გავდივარ ურეკავ თუ სახში არ არის დილით რა, რომ მეთქი გავდივარ და რომ მოხვალ ან დამელოდე, ან დამირეკე, ან რაღაცა ქენი. და ეგრე ვცხოვრობთ ეხლა. რაც ჩამოდი თხილები რა დღეში მაქვს ხალხო, ხეხვა, გლეჯვა, ვაიმე, 3 მანქანასარეცხი დავრეცხე, მაგრამ ძლივს ვაშრობ, ეხლა აი აქ ერთი ისა სარცხის გასაფენი სავსეა, გარეთ თოკები სავსეა, წვიმიანი ნესტიანი ამიდებია და ძლივს ვაშრობ. არა და რო არ გამერეცხა, არაფრით არ შეიძლება და იქაც ნესტი ხო იყო. ბოლო 2-3 დღე რასაც მაშვებოდით, ვიცვლიდით და ვიყენებდით, რა ქვია იმას, პირსაწვენდები და პატარები, დიდები, ყველაფერი რაც იყო, თეთრეული და ისინი, ყველაფერს ერთ ცალკე იმაში, პარკებში ვყრიდი და აბა რო ჩამოვედი პირველი ვეტაკე და ცოცხალი ვიყავით უმკვდარი ეგავრეცხე. ხო და ისა, ჯანდაბას ნელა-ნელა გავაშრობ რა. სახლის ისინი, სახში რაც გვეცვა, პიჟამოები, ყველაფერი რო არ გამერეცხა, ვერანაირად ვერ დავტოვებდი, აი ვერაფრად. ის მერჩინა გადამეყარა, ვიდრე ეგენ დამეტოვებიან ასარეცხა. ხო და მოკლედ ეგრე. ხო და მაგის თქმა მინდა რომ დღეს დიდად არაფრის ის არ მქონდა, ბოლონეზიური მქონდა გაყინული მაცივარში, გამოვიღე გავალხო, ძალიან არ გაიგოს ახლა მე გავაკეთე თუ გავალღო და ეგ გავაკეთე რა, პასტას აურიე, მეორე თავით გუშინ საღამოთი ვიფიქრე და ქათამი გავაკეთე. ეხლა ქათამი დიდად საპრაზნიკოს ადილი არ არის აქა. თუ მაინდა-მაინც ღუმელში, ნუ შეიძლება, მაგრამ ისე სადღესასწაულო არ ითვლება. ხო და გავაკეთე, ქვემოთ ხილბოსტანი იყო ადრე და იმ გოგომ მასწავლა. არაფრით მე არ მიყვარს ნიახური. აი ნიახურის ღერები. არ მიყვარს რა. ხო და ივან მასწავლა ერთი დიდი თავი ხახვიო. 2 თეძო ბარკალზე რო ვიანგარიშოთ რა, 2 ბარკალი, 2 თეძო, 2 ბეჭი. ნუ ერთი ქათამი ვთქვათ.
1-2 დიდი თავი ხახვიო, 2-3 დიდი სტაფილო, დაჭრილი კუბიკებად, რგოლებად, როგორც გინდა, რა ვიცი, ყველაფერი. და 1-2 კარგი დიდი ფეხი ისა. ნიახური. ყველაფერი უნდა დაჭრა, ყველაფერი ერთად ჩაყარო, მარილი, პილპილი, იმას არ ვთქვია, მაგრამ მე ძალიან ტკბილია ეგ ყველაფერი და რამდენიმე პატარა პამიდორსაც ვაგდებ ხოლმე. ან ერთი კოზი მაშარო პამიდრის რა ქვია, პასტა რაღაცა რა, რამე რო სიმჟავე უნდა. და ეგ ცოცხალი უნდა დაასხა ისე რომ არ მოადგეს, არ უნდა მოადგენ, ისე რა, ცოტაზე აქაური ქათამი რა ვიცი ხა მალე ეკეთდება და ეგ უნდა დადგა და დაანებო თავი, დაივიწყე. 40 წუთი, 45 წუთი და ისეთი გემრიელია, ქათამი არ არის გამომშრალი. ის რაც ბოსტნეულია, ძალიან ისიც გემრიელია, ისე მე არ დავიჯერებდი რომ მე ეგ მომეწონებოდ. ხო და ეგ გავაკეთე წუხელ, ისეთი სუნტრიალი და საღამოთი რომ ძილის წინ გავანიავე მთელი სახლი. ხო და ეგ გავაკეთე ისე რომ პირველი და მეორე დღეს მზათა მქონდა და დრო არ დამიკარგია, მოკლედ გარეთ ვიშლაპუნე. ასე ჩემო კარგებო, რა ვიცი მე ეხლა რომ მოვედი, სიმართლე რომ გითხრათ, ლელას გამო მოვედი, ლელა რომ თხოვს ხოლმე, ნინოც კი რამდენი ხანია მეუბნება, გელოდები, მაგრამ ნინოს კიდე უარს ვეტყვი კი არა, ეხლა ისე უარს რატო ვეტყვი, ძალიან დიდ პატივს ავცემ ისა ჩემ მეგობრებს, ხო და აი როგორ გითხრათ, ლელას ვერ ვღალატობ ხოლმე ლელას თხოვნას, ლელა რომ მეტყვის რომ ნანადეი და ჩაწერე რა ვიდეო მომენატრე, ხო და მაშინ მოდივარ ხოლმე. ასე რომ მოვედი ლელა და კარგახანი ვიქაქარე და ვირაყრაყე. ასე რომ ხალხო, რავი, მოვალ ხოლმე, როცა მომიხერხდება. ხო, ისა ფული თუ მომენდომება ხელბასი. YouTube-ზე გამომუშავება თუ მომენდომება, უნდა გავაკეთო რუსულენოვანი არხი. ეხლა ამას ისე კი გავაკეთებ, მაგრამ თუ როდისმე, არასდროს არ არის გვიან 80 წლისებიცას ხედან ისა რა ქვია YouTube-ზეც და TikTok-შიც, ხო და უნდა გავაკეთო და YouTube-ზე გავაკეთებ და დავჯდები და ვჭა. ყველაზე კაი ფული სად აკეთდება? მუკბანგებზე. ხო მაინც ყველა ჭამს, დავჯდები და ვჭა. ხო და ისა რა ქვია ინოჩიტეს ვეუბნებდი, რას განაუცილებელია რომ ღორივი თუ და თქლიფო და ჩამოგდიოდეს ქაფი და ისა ქონდეს მე. უნდა მირთვა ჭამო თუნდაც ისეთი კვება, რომელიც არა, 4 კილო ნახევარი მოვიკელი ხალხო ეხლა აი პრაზნიკებს. თუნდაც ისეთი საკვები უნდა გააკეთო, ლამაზიც იყოს, მიმზიდველიც იყოს, რამეც და თან მირთვა. ხო და მოკლედ ფული ვისაც უნდა მუკბანგები გააკეთეთ. ოღონდ ისეთ პლატფორმაზე, სადაც ფული კეთდება და არა ქართულზე. არ აკეთდება ქართულზე ფული. და რაც შეეხება ქართულზე ფული საკეთებენ რეკლამებით, ანუ თვითონვე რომ მოიძევენ რეკლამებს, მაგაში იღებენ აი 20 გულს. ხო და თუ არა კიდე წავალ TikTok-ზე. ხო, წავალ TikTok-ზე, იქ კიდე რა უნდა აკეთო? სტრიმერი უნდა იყო. იქ კიდე უნდა დაჯდე და უნდა ითამაშო 24 საათი. ხო და წავალ. ქეთო აკეთებს მილიონებს და არა, მე რო თქვა რომ ეხლა მე გავაკეთებ, მეთქი მე ვერ გავაკეთებ, იმიტომ რომ ტრეშ კონტენტი უნდა გქონდეს, რომ გააკეთო ფული. ანუ ქეთოს უნდა გადაასწრო გიჟობაში უნდა გადაასწრო. ეს არ გეგონოთ რამე სასწაული ძვირი სათვალეებია ხელში მომხდა და გადავაბრუნე. ეხლა მე რო ქეთოზე დავიწყოსო. adesso ci siamo. Gamargioba, ma stavo aspettando, ti ricordavi Gamargioba o no? Gamargioba, ragazzi. Gamargioba. Xoda. აფთიაქში ვნახე ეს სათვალეები იქა. აქ ჩვენთან ესეთი კარგი ფერები არ არის. ძალიან ცოტა არჩევანია აქა ჩვენთან. აფთიაქის სათვალეებია, ხო და
ინოჩენტეს უთხარი რომ აფთი აქ უნდა წავიდეთ რა თავი მეოთხე სათვალე რა გაქო მაგ აქაცა მაგ სახშიცა მაგ და 2-3 წვილიცა მაგ მაგრამ ფერი მინდოდა წვანე მინდოდა მწვანე იყო ძალიან ღია ფერის ფოსფორის ფერი მწვანე მაგრამ ჩემი ნომერი არ იყო თორე იმასაც ვიყიდით ხო და მეოთხარი არა წითელი სათვალეები მინდა თქო და შორს იყო აფთიაკი ხო და მეოთხე ფეხი წავიდეთ არ გვინდა მანქანით გამოვედით ორჯერ თუ სამჯერ საავადმყოფოებს თუ არ ჩავთვლით რა ისე ჩვენ ნებაზე ინოჩენტეს ვუყიდე საბანი ბალიში იქ ავყიდულობ ხოლმე იქ ბალიშებს აუცილებლად ავყიდულობ ხოლმე საბანი ვუყიდე რომელიც არ არის გარედან ნატურალურია გარეთა ფენა ანუ როგორ გითხრათ ახლა რომელიც გადაფარებული გვაქვს ის არის ძვირფასი ანუ გარედან არის ხავერდი არის ესეთი გამოსაჩენი რა იმას გადასაფარებელი არ უნდა მაგრამ ეს საბანი რომელიც მინდოდა სითბოსთვის მინდოდა იმიტომ რომ არის ძალიან კარგი წონისა კარგი ტემპერატურისა და მოკლედ ვუყიდე და წავედით მაღაზიაში და მოვივაჭრეთ მე გვერდზე ეს იყო სადაც ესენი იყიდება და მე ამას ვთხარი რომ არ წამოხვიდე მეთქი მე წავალ მარტოკა წავედი მე ზოგი რა ვიყიდე წვრილმანი რაღაცები ავიღე და ამისი კარტა მქონდა წაღებული ჩემი ქმრისა ხო და ის კაცი ახლა რომ დამინახა რომ რაღაცებს ყიდულობ და ვიღებ არა ესეც ასეც ამასაც მთავაზობს იმასაც თავაზობს ახლა ამის თეთრეული ამასთან ესფერი ამასთან მე ვთქვა შენ რა გინდა ახლა რომ მანქანაში აღარ ჩამსვარ ჩემ აკმარმა მეთქი იცინო და ხო და ეგეთი რაღაცები სხვა რა Buonasera. Vai innocente Buonasera. Un saluto, un bacio a tutti quanti. Cemcano, un saluto, un bacio e domani il nostro Natale. Allora auguri a tutti quanti, buon Natale a tutti. შევახსენე. ხვა ჩვენთან ხოლშობაა მეთქი და ყველას მიულოცე. Non esco perché non sono ბოდიში თუ რა არ ვჩნდებიო, არა ვარ გამოსაჩენ ფორმაშიო იძახის. Visto che sto con l'abito da camera, quindi non posso სახლის ფორმაში ვარ. non sono come dire. ინალტეცა. Va bene. ხო და არა ვარ ფორმაშია და ბოდიში რომ მაგიტო ვერ ავჩდები, მაგრამ გილოცავთო ყველასო, მეოთხე ხოლ ჩვენი შობაა მეთქი და ყველას მიულოცეო, შობაო და ყველასო კოცნითო, ხო რა შეეხება ისა როკ პასუხობთ ხოლმე კომენტარებზე და გიწევთ ვინმე თუ Google-ს ათარგმნინებთ ან რაღაცა და ვინმე არ შეშფოთდეთ და არ სკანდალიზარე როგორ ვთქვა არ ვიცი ისა რო წერთ რომ უნაბრაჩო იტალიელებს აქვთ ესეთი როცა ემშვიდობებიან ან ისეთ ადამიანს ახლო რო გძნობ და გინდა გამოხატო სითბო გეხვევი უნაბრაჩო ესე ქვია რა მოგეხვიე მოგეფერე მოგეხვიე ეგეთი და მოკლედ თუ ვინმეს უნბაჩო უნაბრაჩო რაღაცა ესეთი კომენტარებზე რო გიპასუხებთ არ ჩათვალოთ რაიმე უხამსობად არ მიიღოთ რაიმე ცუდად ეს არის ძალიან ჩვეულებრივი იტალიური ყურადღების და სითბოს გამოხატვის ფორმაა და მე კი ვუხსენი და ველაპარაკე მაგრამ ვერ იგებს არაფერს უც არ ავწერო და რატო მეუბნებიო და დავალებე თავი და აჰა ეხლა იცოდეთ თქვენ ასე რომ კომენტარებზე რო გპასუხობთ ჩემო მეგობარო რო გწერთ ჩემო ძვირფასო და ასეთო და ისეთო ეს არის გამოხატვა იმისი რომ უნდა რომ პატივისცემა და მოფერება და როგორ გითხრათ ჩახუტება გამოხატოს რა ეგრეა ხო და ეგრე კარგებოდა მეგობრებოდა ძვირფასებო წავედი ხა მე ამ ჩემ დეზერტს ვახშმის მერე მივამთავრებ ხო და ეგრე წავალ რა ვიცი რა მოკლედ ჩემთვის ვფიქრობდი ძალიან კარგია რომ ხშირად მოვიდე გეჭორაოთ რა ვიცი მე მაგრამ რა ვერ ვახერხებ არ ვიცი რა გითხრათ რატო ვერ ახერხებ რისთვის რავი ეხლაც
მინდოდა იქითა სუპერმარკეტში წასვლა, მაგრამ არ წავედი, ვიფიქრე დღეს დაკეტილი იქნება მეთქი, რადგან პრასნიკია ბეფანა არის. მე ჩემმა ქმარმა მინდოდა რომ როგორც კი ისა წყდარი საათი რომ დამთავრდა და მინდოდა რომ მოსულიყავი და ვიდეო ჩამწერა, მაგრამ მე ჩემმა ქმარმა ნანა ცალია, რა გინდა მეთქი, რა არა მცალია. კარტი ვითამაშოთ, კაი ვითამაშოთ, მეოთხე ვითამაშეთ, მოუგე, მომაყარა კარტები. და მივამწარე და ისა აი ეგრე გადის დრო, მე ვთქვი, ეხლა თუ რამე საქმეს მივადექი, თუ რამე დავიწყე, არამის დალაგება, არამის დაწესრიგება და ისა ვიდეოს ვეღარ ჩავწერდა. მოდი ნანა, ყველაფერს თავი დაანებე და ჩააწერე ვიდეო, იმიტომ რომ ნინო ჩემთან სუთხარი ეხლა მეთქი ვიდეოს ჩავწერ, არც ახალი წელი არ მიმილოცია მეთქი, ძალიანაცო, დაიცა როგორ მითხრა? გაუზრდელი ადამიანი ხარო? რაღაცა ეგეთი მითხრა, გაუწურთნელიო? როგორ იტყვიან ხოლმე ჩვენთან? უზრდელიო, მე ვეღარა ვთქვი, კაცო ვეღარა ვლაპარაკობ. უზრდელო ბაეგო, რას ქვიან რომ არ მიგილოცი რა, მეოთხარი, იქ მეთქი ვერ გამოვიდოდი, იქ არაფერი არ მქონდა წაღებული, არც მიკროფონი, არ შტატივი არ მქონდა, უბრალოდ ის პატარა შტატივიც კი არ მქონდა წაღებული, ისე ვიყავი წასული, აი რომ იტყვიან, აი ესე ჩავყარეთ და წავედით. ხო და მოკლედ და კონკრეტულად არა უშავრა ხალხო მეპატიება. ისიც კარგია ცოცხალი რო ვარ ჯერჯერობით. ეხლა მე იქ ვერ უწყობდი ჩემ თავს მაინდა-მაინც ხელს, ხან ცოტა მეტად მაკარონი მივირთვი, მაგრამ გრძნობდი რომ არ ვიყავი კარგად შაქარი, დიაბეტის გამო რა. ხო და ვამბობ კაცო, რატო არაფერს მე ისეც არ ვჭამ, ვამბობ, არაფერს ტკბილეულს არ ვეკარები, არაფერი არ მაქვს, რა მჭირს, რა არის და დავადგინე რომ მანდარინი იყო ხალხო, მანდარინს მივირთმევდი 2 სადილის მე შეიძლება შუალედში კიდე ერთი ცალი, ძალიან კარგი მანდარინი იყო, ძალიან ტკბილი და კარგი მანდარინი და მეტი რა ყოფა და საღამოთიც მივირთმევდი ხან ერთს, ხან ორს როგორღაც და მოკლედ აი აღარ შემეძლო რა, ვამბობ რა მწყეს, იმიტომ რომ მუცაში გრუხუნი გაგაუდის, წამალს ხო ვსვავდი მე საღამოთი და ის წამალი მე მოქმედებს და შაქარი უნდა გამოდევნოს. ხო და მოკლედ ძალიან უსიამოვნო პროცესები მქონდა და რომ მივხვდი უცებ დამარტყა თავში რომ მანდარინი და всё გავაჩერე ეგრევე მანდარინი, მეორე დღესაა, მესამე დღეს უკვე გავსწორდი. ხო და ეხლა აღარც მანდარინს აღარ მივირთმევ. ეხლა სანამ მარწყვი არ მოვა, იქ იყო მარწყვი, ყიდულობდი. აქ რა ვიცი, შეიძლება იქ დიდ მარკეტში იყოს, აქ ჩვენთან არ იყო. და ერთადერთი ხილი დამრჩა, ტყის ხილი, რა ქვია იმას, მოცვი და ეგეთი რაღაცეები გაყინული, ეგა მაქვს მაცივარში სულ მაქვს და მაგას მივირთმევ. ხო და მოკლედ და კონკრეტულად ეგღა დამრჩა სანამ მარწყვი შემოვა და სანამ საზამთრო შემოვა. საზამთროს ყოველ დღე ვჭამდი ხოლმე, ოღონდ ბევრს არა, მაგრამ 2 ნაჭერს სადილის მერე 2 ნაჭერს ეგ გარფის არ მიშვებოდა. რამდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს. და აი მანდარინმა კი დედა მიტირა. პორტოხალს საერთოდ არ ვეკარები. მე უკვე რომ მანდარინს აღარ ვჭამდი, მწვანე ვაშლი ვიყიდი. არა აქვს მნიშვნელობა მწვანე ვაშლი, წითელი ვაშლი, ყველა მაინც ტკბილია, მაინც ისა აქვს შაქარი, მაგრამ ერთ ნაჭერს ვჭამდი მარილით. მწვანე ვაშლი და ჩემი თავი ბავშვობაში მეგონა ხოლმე. ხო და ეგრე წავედი ხალხო, წავედი, დამავიწყდება ხომ. ჯერ მოსვლა არ ვიცი ხოლმე და ახლა წასვლა აღარ ვიცი ხოლმე. თბილად მაცვია, შიგნიდან შვიტრიც მაცვია, ეს გარედან თბილის ის მაცვია, კაბაა თუ რავი რა არის, მუხლაბდეკია. იმიტომ რომ ისა, აი ამ ხერხემლის გამო. ეხლა ეს შარვალიც და ვარ ჩაღუნღულებული. ჩათბულული. წეღან ჩავრთეთ გათბობა. კარტის თამაში რომ დავიწყე, ჩავრთე გათბობა, მაგრამ არაფრით არ იყო საჭირო. გარეთ არის 14-15 გრადუსი რა და რავი, ახლა თუ გავიხდი და მოკლეკლავებას ჩავიცმევ, რა თქმა უნდა, გათბობა არის საჭირო, მაგრამ
მე ახლა ვერ გავტიტულდები, იმიტომ რომ ვაიმე. ისევ აწიოყდება ჩემი ნერვი. ხო და რადგან თბილად მაცვია, გამოვრთე. გათბობა, იმიტომ რომ მე ღამე ვიგუდები, ღამე არ მიყვარს თბილ ოთახში დაძინება. ძილის წინ საძინებელს 10 წუთი ვანიავე. რავი, თქვენ როგორ ახართ, არ ვიცი, მე ეგრე ვარ. ხო და ეგრე. ეს კიდე შალივარი, აი, შვენივრად, თბილად, რბილად. დაიცა დავჭდე. ეს შალის შარვლები, მე რო აქ ჩამოვედი, საქართველოში ამით ვიყავი სულ, შავი. 2 მქონდა ხოლმე, სეზონზე 2-ს ავყიდულობდი. აღარ მახსოვს ხალხო, წეღანდელს ავფიქრობდი, 25 მანეთი ღირდა, თუ 50 მანეთი ღირდა, არ მახსოვს, მანეთი, ლარი. მგონი 25 ლარი ღირდა, არ მახსოვს რა, მოკლედ, რამდენი ღირდა, 2 მქონდა ხოლმე, ერთმანეთს სულ გარეცხი გააშლე. ხო და იმით ჩამოვედი აქ, რა ქვიან, იტალიაში. და მე ისე ბოლო ერთი მქონდა და გაცვდა, ჩემ დეიდაშვილსა ქონდა ყავისფერი, ბეჟიფერი რაღაცნაირი, ღია კაკაოსფერი და რომ მიდიოდა აქედან იმან დამიტოვა ისიც და კიდე ერთი წელი ისიც ვიხმარე. აქ და მე რა თქმა უნდა აქ ვეღარ ვიპოვე ვერანაირად, ეგ შარვლები არ იყო ესეთი განიერი ტოტითა. ხო და ძალიან მენატრებოდა რა, იმიტომ რომ ძალიან გემრიელი სახმარი, აი ძალიან კომფორტი თუ რა გინდა. ხო და ეხლა მე ხო შარვლებს არ ვიცვე, არ ავხმარობ არანაირად და ძალიან მინდა რომ ეხლა მაღალყელიან შექმაზე არა, მაგრამ ბათინკებს ეხლა არ ვიცი, ხვალ ამ კვირაში უნდა ვცადო რომ გარეთ ჩავიცვა თუ როგორ ვთქვა, თუ მოვიხდინე და თუ როგორღაც ის დღეს რომ ვიყიდე ეს მეორე იმ ბიჭთან მიცნო, მე ვთხარი სანამ წავედით მანამდეც ვიყიდე მეთქი შენთან ერთი და ეხლა კიდე მინდა თქო და ზედები არ გინდაო, ზედებიც ამაქვსო რა, სვიტრები. არ მინდა მე ვთხარი კაბები მირჩენია, კაბა ჩამოვიცმო, შავი კაბა რომ ვიყიდე ბოლოს. ის მეცვა ამ პრაზნიკებზე იქა. განსაკუთრებით საღამოთი რომ გავდიოდით, ხოლმე საღამოთი გავდიოდით ბარში დასაჯდომად და ცხელი ჩაი ინოჩენტეს, მე ცხელი შოკოლადი, მანდაც ცოტა აურიე ჭამასმა მე თვითონვე მოქონდათ თვითონ იქ აკეთებდნენ შოკოლადები, ნამცხრები რაღაცები და ყოველ დღე სხვადასხვა რამეს გვასინჯებდნენ. და მე ρίდებოდა და მე ცოტა პატარა შოკოლადები კი იყო, მაგრამ ვჭამდი ხო და იქ ამ შავი კაბით ისეთი მოკლია მუხლზე მოთარი კაბა ყელიანია მუხლამდე არის ჩექმა ნახე მუხლს არის აცდენილი მგონი მუხლს მაღალ ყელიანია ეს ახალი ჩექმა ძალიან ხო და ეს მოკლე შავი კაბა რამე ისეთი სამკაული შარფი ლამაზი და ქურქი ისეთი ქალი ვიყავი რომ რა გითხრათ შვენიერი ვისაც მოეწონება რა, თორე ვისაც არ მოეწონება ვერ მოემშვენიერებ. ხო და ძალიან იმის თქმა მინდა რომ ეს კაბები არის ჩემთვის ძალიან კომფორტული, რატო ჯერ? იმიტომ რომ არაფერი არ უნდა შეუხამო, არაფერი არ უნდა მიუსადაგო, ჩამოიცვი და მზად ახარ, ზედა და ქვედა, ორივე მზად არის. ხო და ჩემთვის არის კაბები არის ხსნა. ეხლა გუშინ მეუბნებოდი ჩემ თავს რომ შედი მეთქი ძალანდოში იქნება რამე იყოს და ისა ვირიშაურად იყოს მეთქი ფასები ხო იცით დიდად აღარ მომწონს ძალანდოში ძალიან არის ძვირობა და იქნება მეთქი რამე ვნახო ეს ბოლო კაბაში რამდენი მივეცი აღარ მახსოვს ხო მართლა აღარ მახსოვს ხო და ისა იქნება მეთქი რამე ვიპოვო რამე ავიმატო რა იმიტომ რომ ეხლა ეს უკვე რადგან სახლში ამოვიცვი, გარეთ აღარ ჩაიცმევა, ხო სწორია? ხო და ეს ერთი გამოაკლდა. ეხლა მაქვს შავი, ყავისფერი, ბეჟი, ღია ფერის ბეჟია რაღაცა ისამაკ და ერთი ყვითელი. გონი მორჩა, ნაქსოვები მორჩა. ერთ შავ კაბას ვეძებ, რომელიც ნაქსოვი იყო და სახში მინდა ჩავიცო, მაგრამ აღარ არის. ეთყობა გადავაგდე. არ მახსოვს. მომკალთ ახლა. წავედ, აბაჰე და აბაჰო კოცნით ყველას, კიდევ ერთხელ გილოცავთ, ყველაფერს საუკეთესოს, სიკეთეს გისურვებთ, ჯანმრთელობას ხალხო, აი მთელი ჩემი გულით, სულით, მთელი ჩემი არსებით ჯანმრთელობას გისურვებთ ყველას.
თქვენ და თქვენ ახლობლებს, ყველას, თქვენ გარშემო, ყველა ადამიანს და კიდევ ამბობ, აი დღევანდელ დღესაც ღმერთს უფალ შევთხოვ, აი ყველას ყველაფერი ცუდი აშოროს და თუ მაინც მე მომცეს ყველას. არა ვარ წინააღმდეგი. ყველა ღმერთმა კარგად გამყოფოთ და მერე დანარჩენი ფული, ბარაკა, ხვავი, სიყვარული, სიხარული, მერე ყველაფერი. წავით, კოცნით ყველას, აბაჰე და აბაჰო.